კარიერა კავკასიის პირდაპირებში გააცემეს ალექსანდრე ელისაშვილი გაუძღობი და როგორც მოისმინეთ ჩვენი ანონსთან პირველი ბლოკის სტუმრები არიან ელისა ჩაფიძე, საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა რეგიონების წევრი ვახტანგ ლემონჯავა საღამოშტობის მოგესალმებით მადლობა. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მოკლედ საინტერესო ვითარება არასაპარლამენტო ოპოზიცია ქართულ ოცნებას ადანაშაულებს ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში ამ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და ნაციონალური მოძრაობა ამბობს რომ ვიდეონებით და რეპრესიებია ჩვენ წინააღმდეგ ქართული ოცნების მხრიდან. ხო და რეპრესიებს განიცდით ბატონ ვახტანგ. აი ის რომ უგულავას ყოფილმა თანამშრომლებმა აღიარეს მაგალითად ძველი თბილისის ყოფილმა გამგებელმა თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა რომ გავფლანგეთ ეს 47 მილიონიო და ავარიგეთ ასე და ავარიგეთ ისეთ ბარათი ასაბარას და სხვა კიდე რამდენიმე მის მომოადგილემ და ხო 47 მილიონი ახლა 47 კაპიკი არ არის ხო ამის გამო რომ პროკურატურაში დაიბარებდა სასამართლოს საქმეს წაიღებენ ეს პოლიტიკური დევნა მაინც და მაინც რახან გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის წევრი ან სხვა რამე ფაქტი თუ არის რაზეც ახლა რეპრესიები ცოტა ისე ჟღერს ხო აი სად არის კიდევ რა სად იგრძნობა ეს რეპრესიები თუ შეიძლება გითხრათ ერთი როგორც თქვენ ამბობთ ისე ერთნიშნულოვნად მე არ შევაფასებდი თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესებს ჩვენ საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ მუდმივ რეჟიმში უყურებთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობებზე შეწოლის პროცესს ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს ახლა ბოლო პერიოდში წინა საარჩევნო რეჟიმში უკვე თქვენ ხედავთ ხონში მიმდინარე პროცესს ზუგდიდში საკრებულოს წევრის დაპატიმრების პროცესს დუშეთში ადიგენში და ასე შემდეგ ანალოგიურად მიმდინარეობს პროცესი ჩემს რაიონში მე ჩხოროწყუს მაჟორიტარი გახლავართ წინა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში და ახლობით 5 დღით ადრე არჩევნებამდე ჩვენ დავკარგეთ მოულოდნელად ადამიანი რომელიც წარმოადგენდა საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ჩხოროწყუს პირობებისთვის მას საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა 1000 ლარზე მეწყებულობდა ხელფასს მე პრეზიდენტის მოსმენების დროს ეს ფაქტი დავაფიქსირე ბაკურ ხორავა რომელიც წავიდა ემიგრაციაში და მოგეხსენებათ რომ არჩევნებამდე აქტიურად ჩართული ადამიანი 5 დღით ადრე ემიგრაციაში რომ მიდის ნუ მასთან მე ინტენსიური საუბრები მაქვს რაღაც პერიოდულობით და ზუსტად ვიცი რაც მოხდა და ამ და ანალოგიურ თემებზე ვსაუბრობთ ნაციონალური მოძრაობის წევრები როცა ჩვენ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობთ და ახლა ბატონ გიგი უგულავას გამოუქვეყნეს თავის ბავშვთან საუბარი ბატონი რეზო ადამიანი ამ დღეებში გარდაიცვალა და მასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ეს რაღაც მოტივად დაედო პროცესს რომ მისი თავისუფლების აღკვეთა იყო აუცილებელი არჩეული მერის რომელიც ძალიან უცნაურად აღარ არის მერი როცა მილიონზე მეტმა ადამიანმა მას ხმა მისცა და ის იყო თვითმმართველი ქალაქის არჩეული მერი და ასე შემდეგ ეს არ არის მარტო თბილისის განზომილებაში მთლიანად მთელ საქართველოში თქვენი დევნებით აი თუ განიცდით პოლიტიკურ დევნას მეც მქონდა პრობლემები ადრე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით ესე იგი მე მუშაობდი თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერად 2 წლის განმავლობაში და ვთვლი რომ ძალიან კარგად ვიმუშავე ამ ქალაქში იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ ამ ქალაქში 3000 უკანონო ნაგებობა იყო ქალაქში გარაჟები ძირითადად ეს იყო კონტეინერები და რკინის გარაჟები იყო კაპიტალური გარაჟებიც რომლის დემონტაჟი გავაკეთეთ წინა საარჩევნო პერიოდში იყო ადამიანებისგან ამორჩეულებისგან მოთხოვნა ჩვენ ეს დემონტაჟი გავგეკეთებინა კომისიამ შეისწავლა ჩემს მერობის პერიოდის შემდეგ ეს საკითხი და აღმოჩნდა რომ ამ 3000 ნაგებობიდან 47 იყო კანონიერი ამ 47 კანონიერი ნაგებობიდან გარკვეული ჯგუფი ადამიანების იყო თვითმმართველობის აქტიური წევრები საზოგადოების ცნობილი სახეები და ასე შემდეგ აუცილებელი იყო რა თქმა უნდა კომპენსაციების გაცემა მაგრამ ჩვენ მქონდა ბათუმის მაგალითი როცა უკანონო ნაგებობების დემონტაჟის დროს ესე იგი კანონიერსაც და უკანონოსაც ბათუმში მისცეს კომპენსაციები ფედერალურმა ბიუჯეტმა გამოუყო ფული და ბათუმის მერიას ამის გამო ჰქონდა პრობლემები არჩევნებამდე 2012 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩვენ შევქმნით კომისია
რომელიც ამ საიტს შეისწავლიდა და ამ ადამიანებს მისცემდა კომპენსაციას. თქვენი დევნარაშუაშა გარაჟიდან. ესე იგი, მე მომივიდა უწყება პროკურატურიდან, როცა უკვე ვიყავი პარლამენტის წევრი, მიბარებდნენ დაკითხვაზე და აიძულებდნენ ადამიანებს, ჩემს წინააღმდეგ მოეცა ჩვენება. და ასეთი ადამიანი არის არაერთი. პოლიციის თანამშრომლები დადიოდნენ მოსახლეობასთან, რომ მათ პროკურატურაში დაეწერათ განცხადება. თქვენ თუ დაგივარეთ, მიხვედით პროკურატურაში? არა, მე არ მივედი პროკურატურაში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩემს მოქმედებებს ვთვლი სამართლიან მოქმედებად. რატომ ახთანდი, რა მითხარით იცით? პროკურატურაში დაგიბარეს. პროკურატურაში არ მიხვედით და მან ჩვეულებრივ აგერ დაწესებულება მოხდა. ეს არის პოლიტიკური რეპრესიები, უბედურებები. ეგეთქვით რა შეასახა, მე ვარ პარლამენტის წევრი. ესე იგი, პარლამენტის წევრს შეუძლია დაკითხვაზე უარი განაცხადოს, თუ ის კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაულზე არ არის იმ მომენტში დაჭერილი. ჩვენ იმიტომ რომ ძალიან ბევრი უმცირესობის წევრი დაიბარეს პროკურატურაში, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროკურატურის გაუნძიებლები მოგვეწვია პარლამენტში და მიგვეცა ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის დეუნა არც კი მიდიხარ პროკურატურაში, ძველი დრო რო გაგვახსენდეს ზურაბადეიშვილის, ვინმე იყო და პროკურატურაში არ მოვალო, დეპუტატი კი არა და ვინც არ უნდა ყოფილიყო. არა საჭირო ესეთი დიდი ფანტაზიის მქონდა, წარმომიდგენია რა. ეს აბსოლუტურად ყოველგვარი ფანტაზიის გარშე ძალიან კონკრეტული, ძალიან პრაგმატული პროცესებია ისეთი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეეხო. და მე დავაფიქსირებ ზუსტად ის, რის გარშემოც ჩემთან არის საუბარი და ახლა არის ერთი საინტერესო მომენტი. ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ინტერვიუს იძლევა დღეს, რომ ფოთში აშენდა გამწვენდი ნაგებობა. მან ერთ-ერთ საპარლამენტო მოსმენაზე კომიტეტში დააფიქსირა ასეთი ფაქტი, რომ ძალიან დიდი მოცულობის გამწვენდი ნაგებობა აშენდა. ხაზი გაუსვა იმას, რომ 130 კორპუსი უნდა აშენებულიყო დევნილებისთვის და აშენდა 32 იმ პერიოდში. შემდეგ დაიმატა. ესე იგი, ეს ადამიანი ამბობს, რომ თვითმმართველობამ ჩაიდინა დანაშაული, კონკრეტული დანაშაული ამ გამწმენდი ნაგებობის აშენების გამო. რეალურად იქ გარკვეული პრობლემა არის, იმიტომ რომ ადამიანს პრივატიზებული ჰქონდა, მაგრამ დოკუმენტაცია რეში არ ჰქონდა გატარებული, ეკონომიკის სამინისტრომ ჩათვალა, რომ იქ შეიძლებოდა რაღაცის აშენება და ესე იგი უკანონო ნაგებობად უნდა ჩამეთვალა მეც და უნდა დამენგრია თორმე რომელიც აშენებული ძარ იყო და მინისტრის მოადგილე აკეთებს განცხადებას, რომ თვითმმართველობამ დაუშვა დანაშაული. კარგით, ელისასაც მოვუსმენთ. ელისო, ჯერ ერთი გარიგებული ხარ თუ არა ნაციონალურ მოძრაობასთან? გითხარით გულახდილა. აღსარება ჩავგვარეთ ახლა პირდაპირ ეთერში და ყოველ შემთხვევაში არის საპარლამენტო ოპოზიცია ამას ამბობს, რომ ეს საარჩევნო კანონმდებლობა სწორედ ამაზე მიუთითებს და ასეთ ეჭვებს გვიჩენსო და ხორცელდება თუ არა ოპოზიციური პარტიების რეპრესიები პარალელურად. მოგესალმებით, ალეკო, პირველ რიგში თქვენს მაყურებელს მივესალმები, ჩემთვის ძალიან მონატრებულსა და საპატივცემულოს. გარიგებას რაც შეეხება, იცით, მე მესმის იმ ადამიანებისა, რომლებიც საუბრობენ ასეთი ტიპის გარიგებაზე. მათთვის ძალიან ძნელია და რთულია უყურონ პარლამენტში არაპროპორციულად წარმოდგენილ ნაციონალურ მოძრაობას. ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ დიდი გაყალბების და მიუხედავად უმცირესობის სახით შემოვიდნენ, მაგრამ ეს არის ის უმცირესობა, რომელიც ბლოკავს ძალიან ბევრ ჯანსაღ გადაწყვეტილებას. პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საქმე ის კი არ გახლავთ ჩვენ ფიზიკურად ფოთში ვიქნებით ქუთაისსა თუ თბილისში. პრობლემა არის ის, რომ პარლამენტის ასეთი ფორმით არსებობა აზარალებს როგორც პარლამენტარიზმს, ასევე ძალიან დიდ საბიუჯეტო ხარჯებთან არის დაკავშირებული და სერიოზულად ზარალდება საქართველოს მოსახლეობა. მე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჟურნალისტი გახლდით, არ შემიცვლია ეს პოზიცია ნამდვილად, ვამბობდი, რომ ძალიან კარგია ქუთაისის განვითარების იდეა, მაგრამ საკუთარი მეგობარი კომპანიებისათვის პარლამენტის უსახური შენობის გამო 9 მილიარდის გადარიცხვას კი არ უნდა მიჰყო ხელი. რეალური სამუშაო ადგილები უნდა შექმნა ქუთაისში. რეალურად დაასაქმო ის ადამიანები და არა 150 პარლამენტარის დროდადრო ჩასეირნებით. მე არ ვთვლი, რომ ის პროცესი, რაც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს,
არის ის სამუშაო პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს. ბატონმა ვახტანგმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ადამიანები არიან ფაქტობრივად მიზეზზე, როგორ გამოაცხადონ ბოიკოტი და არ დაესწრონ პარლამენტის სხდომებს. მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ წარმომადგენლობა, რომელიც გაყოფილია 3 ნაწილად და პერიოდულად ესწრებით ამ პარლამენტის სხდომებს, რეგლამენტი იძლევა ამის საშუალებას. მე არა ხალხო. თქვენ პერიოდულად ესწრებით, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენი სახე მე შემიძლია კონკრეტულად სახელები და გვარები ჩამოგითვალოთ თვის განმავლობაში ერთხელ ჩამოდიან, რეგლამენტი იძლევა ამის საშუალებას დარეკო პარლამენტში და გამოაცხადა, რომ შენ ოჯახური პირობების გამო არ შეგიძლია სხდომებში მონაწილეობის მიღება და ხელფასის ნახევარზე მეც ვერ დაგიქვითავენ საერთოდ 6 თვის განმავლობაში, რომ არ მიბრძანდეთ პარლამენტში და თქვენ ახსენეთ, რომ 1000 ლარზე მეტი ჰქონდა კომიტეტის თავმჯდომარეს საკრებულოში და ეს საკმაოდ მაღალი ხელფასია. ასევე მაღალი ხელფასია ის თანხა, რომელსაც იღებენ პარლამენტარები, რომლებიც თითქმის იშვიათად დადიან პარლამენტში, 3-4 თვეში ერთხელ გამოცხადებიან, ან ძალიან უყვართ ბოიკოტის გამოცხადება ჩვენს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას. ამიტომ მე იმ ადამიანებისა, რომლებიც ასე რომ ვთქვათ, პარლამენტს მიღმა არიან დარჩენილები, ძალიან კარგად მესმის, თუმცა აბსოლუტურად არაადეკვატურია ქართული ოცნების დადანაშაულება გარიგებაში ნაციონალურ მოძრაობასთან. მე უფრო მეტის თქმად შემიძლია, რომ პერიოდულად ეხლა პარტიებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ სწორედ ამ პარტიების მეშვეობით ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებდა ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, მე მესმის, რომ თქვენ გაწუხებთ თქვენს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ჩემს მიმართ არ არის თავადონ აღძრული ეს ფაქტთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენ იყავით გამოძახებული. დიახ. მაგრამ ადამიანებზე იყო ზეწოლა. ადამიანების, მაგრამ ზეწოლა იცით რა არის? ზეწოლა იყო, როდესაც 3 ჟურნალისტი დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გადაიღეს 26 მაის ფოტოები და ეს აღიარა მთელმა მსოფლიომ. ზეწოლა განხორციელდა სანდრო გირგულიანზე, რის გამოც გირგულიანების ოჯახი მთლიანად ამოწყდა. ზეწოლა განხორციელდა მოქალაქეებზე 7 ნოემბერსა და 26 მაისს. ზეწოლა განხორციელდა ტელეკომპანია იმედზე, სადაც სპეცრაზმი შეცვიდა, მე რომ მყავარ დავერბოლკებული სასათოფურიცის ხელმძღვანელობით ბრჭყალებში ვამბობ ამას, რა თქმა უნდა და ესეც ვიცი, რომ ჩემი მეგობარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული გარკვეული დეზინფორმაცია. რატომ ყოფილიყავთ მოადგილე თურმე? დიახ. და აი ეს ზეწოლა კლასიკური გაგებით მე ვიცოდი აი ამ სამწუხაროდ ბოლო 9 წლის განმავლობაში და ძალიან ცუდია რომ ჩვენ ყველა გადაცემაში გვიწევს ამისი გახსენება. ეს პაციფისტური დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ძალიან ბევრი უკანონობა ჩაიდინეს წლების განმავლობაში, მე არ ვიცი რამდენად გამართლებულია ზოგადად საზოგადოების თვალში. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ გქონდეს მიტევების სურვილი და უფლება სურვილი ამ შემთხვევაში, მაგრამ პირველ რიგში ჩვენს ამომრჩეველ საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, მათთვის რამდენად მისაღებია ეს პროცესი. ერთხელ, როდესაც მე თქვენს გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრე, სხვათა შორის ძალიან დიდი ესეთი გამოხმაურება მოყვა ამას უარყოფითი Facebook-ზე. მე არ ვაპირებ ამ გამოხმაურების გამო შევიცვალო ჩემი პოზიცია. ჩვენ იმდენად მცირერიცხოვანიერი ვართ და იმდენად მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირებები ხდებოდა ზოგჯერ სამოქალაქო ომამდე მისულიც კი, რომ არ გვაქვს უფლება მუდმივად ცხოვრობდით ანგარიშწორების რეჟიმში. ანუ მე ვუყურებდი როგორ ასამართლებდნენ შევარდნაძის ხელისუფლება ზვიადისტებს, შემდეგ მხედრიონს, შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლებას ასამართლებდა სააკაშვილი. ეხლა უნდა გვეყურებინა პროცესი, როგორ გავუსწორდებოდით მართლაც ჩვენ პოლიტიკურად ჩვენს წინამორბედ ხელისუფლებას და ამაზე შეგნებულად ითქვა უარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისათვის, მათ შორის ჩემთვისაც, ეს პაციფისტური დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, არ არის მისაღები. იმიტომ არ არის, რომ საზოგადოებაში არ არის სამართლიანობის განცდა. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებით შეიძლება გაირყვნან აი ამ დაუსჯელობის სინდრომით. იფიქრონ, რომ კი ბატონო მოიპარე 47 მილიონი, შემდეგ შევარ ნაციონალურ მოძრაობაში და ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. ეს ალბათ არის ერთადერთი
ბრალდება, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენ არასოდეს არ დაუდანაშაულებთ, მაგრამ ქართველი ხალხი ხშირად გვადანაშაულებს სწორედ ზედმეტ შემწყნარებლობაში. მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩემი პარტიის წარმომადგენელი იქნება, თქვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება, თუ კი ადამიანი დანაშაულს ჩადის, მას უნდა აგოს პასუხი. მაგრამ სამწუხაროდ პროკურატურამ ვერ მოახერხა საქმეების სრულყოფილად გამოძიება და აქაც რა თქმა უნდა როგორც პროკურატურის ესე რომ ვთქვათ კვალიფიკაციას, ასევე საკადრო პოლიტიკას, რომელიც ამ უწყებაშია და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არ მიუძღვის უკანასკნელი წვლილი. ეხლა მოდის არჩევნები და ჩვენ ამ განწყობებს საზოგადოების მხრიდან ვნახავთ ძალიან რეალურად, რამდენად ჯერათ თქვენ იმისი, რომ ნაციონალური მოძრაობა იდევნება. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებთ ისეთ მაღალ პროცენტს, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნებში დააფიქსირეთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს ასე რომ ვთქვათ, ზედმეტ პაციფისტობას გარკვეულწილად ცოტა სარეიტინგო ქულებით შეეწიროს, მაგრამ ეს გახლავთ ხელისუფლების, ესე რომ ვთქვათ, ძალიან გაცნობიერებული პოლიტიკა, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევა და არ გადავაჭარბოთ სადმე რაიმე თვალსაზრისით, ანუ არ შეილახოს რომელიმე ადამიანის უფლება. თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რას ნიშნავდა დევნა და ზეწოლა, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. და იცის ძალიან ბევრმა ოჯახმა, განსაკუთრებით თქვენს რეგიონში, ბატონო ვახტანგ. განსაკუთრებით სამეგრელოში. ბატონო ვახტანგ, აი დავით ავალიანი და სხვები რამდენიმე ადამიანის ჩვენება იყო, თქვენს ალბათ წაიკითხეთ, რომ ხო ესე ნაციონალური მოძრაობისთვისო ეს 47 მილიონი ჩვენ გავფლანგეთო იქო რაღაც ბარათები დაუბეჭდეთო, იმაზე ესე გადავვითო მის კოორდინატა, სინამდვილეში ნაწილს კოორდინატებს ერიცხებოდა, ნაწილს არ ერიცხებოდა. ხო და ნუ ეს ხალხი ამბობს ახლა სერიოზული ხალხი არის, ხო? და ყოველ შემთხვევაში ამ ხნის განმავლობაში ისინი არ გამოსულან და არ უთქვამთ, რომ ახლა იმაზე შემაერთეს დენის აპარატზე და გამაუთოვეს და ისე მაიძულეს პროკურატურაში. საერთოდ გატრიუმლები არიან, თქვენ ეს ჩვენებას ხელი მოაწერეს და აღიარეს მოკლედ ეს 47 მილიონის ესე გაფლანგვა. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, თბილისის საფინანსო სამსახურის უფროსმა, მერის ყოფილმა მოადგილემ და მაინც თუ უგულავას დაიბარებენ და დააკავებენ, მაინც რეპრესიებია. ისე ადამიანებს უკვე აუთავებენ საქართველოში, გუშინაც მოხდა ასეთი ფაქტი, რამდენიმე დღის წინ და ქალბატონელის რო აღნიშნავს ისეთ ტრაგიკულ ფონს, რომელიც თურმე 9 წლის განმავლობაში არსებობდა ამ ქვეყანაში, მე გეტყვით, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა ძალადობრივი სიკვდილით და წამებით საზღვაო ასრულების სისტემაში უკვე. ძალიან ბევრი და უამრავ ადამიანში რას გულისხმობს ძალიან ფართენაძე დაიღუპა ერთი კვირის წინ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, მას თავი გაუტეხეს მეტალის ჩაიდნით და აღენიშნება წამების კვალი. ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა მოხდა უკვე. ეს ხდება ხოლმე საზოგადოებაში. კრიმინოგენური სიტუაცია იძაბება საქართველოში, მაგრამ მე ერთხელ ვთქვი საჯაროდ და ახლა აღნიშნავ, რომ არ ვთვლი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტუაცია ხელიდან გაექცა, მაგრამ გაუარესებული ნამდვილად არის კრიმინოგენური სიტუაცია და ქართული საზოგადოება ამას უკვე აღიქვამს, როგორც გაუარესებულ კრიმინოგენურ სიტუაციას. თქვენ როცა ამბობთ პარლამენტის შენობაზე და მის ლოკალიზაციაზე, ქალბატონელისო, მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ანალოგიური სიდიდის ქალაქი არსებობს ესპანეთში, ვალენსია, რომლის მცხოვრები ორი არქიტექტორი კალატრავა და ალბერტო კაბო არიან ამ ქალაქის ყველაზე ლამაზი ნაწილის ავტორები. მათ შექმნეს დაახლოებით 10 ნაგებობა, რომელზეც დახარჯეს 2 მილიარდი ევრო. ქართული ოცნების კოალიციის ლიდერები, პოლიტიკური ლიდერები ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ 1 მილიარდი დავხარჯეთ პარლამენტის შენობის მშენებლობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის შენობა, რომელშიც პარლამენტია განლაგებული. ესე იგი, მე შევესწარი იმხაერო და აბსოლუტურად არაჯანსაღ გარემოში ნორმალური სამუშაო პროცესია. უცხოელი ჟურნალისტის ემოციას, რომელმაც შემოაბიჯა ამ შენობაში და შორისდებულებით გამოხატავდა ის თავის ემოციებს და ამბობდა, იმდენი წავიკითხეო ამ შენობის შესახებ, ცუდიო, რა მოხდა აქ ისეთი, რა სასწაული შენობა არისო, იმას მოსწონს და მეც მომწონს ქალბატონო და ვალენსიაშიც არის ამ 10 შენობიდან 2 ანალოგიური ფორმის
არის ქნარის ხიდი, არის ყვავილების ხიდი, არის გულივერი, რომელზეც ათასობით ადამიანი ბავშვი დახუხავს პატარა ვალენსიელი. მე ჯანსაღ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით საუბრობ შენობას, რომელსაც არ გააჩნია ფანჯარა, სადაც ადამიანები პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ხედავთ იქ და კონდიცირების სისტემას ხალხთან კონდიცირების სისტემა, რომელიც ძალიან ძვირიჭდება და პარლამენტის შენობა რომ არაჯანსაღია, ეს კომპეტენტურმა ექსპერტებმა დაასკვნეს სათანადო შეფასებების მიხედვით, როგორ გეკადრებათ და თქვენ უბრალოდ გაესაუბრეთ აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ატარებენ ჩვენგან განსხვავებით პარლამენტის შენობაში, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არა მხოლოდ ესე იგი ეს სულ სხვა რაღაც კითხვა. ეს პროექტები აღმოჩნდა ვალენსიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, იმიტომ რომ იქ მილიონობით ტურისტი ზუსტად ამ ქუთაისში რამდენი ტურისტი ჩავიდა მაშენობის ამ 4 კვადრატულ კილომეტრზე ვალენსიაში 4 კვადრატულ კილომეტრზე, რომელსაც მე მოლი და ფორმულა 1-ის ტრასა და იახტ-კლუბი არის მობმული. აი ამ შენობამ რამდენი ტურისტი მიზიდა მსოფლიოში? ესე იგი ეს შენობა ზუსტად ისეთ ადგილზე დგას, რომელიც დაახლოებით 2 კვადრატული კილომეტრი იქნება ფართობით და იქ ზუსტად ისეთი ანალოგიური პროექტები იყო დაგეგმილი სამწუხაროდ ეს პროექტები ვერ განხორციელდა, სამწუხაროდ დაწყებული იყო ეს პროექტები და ვერ განხორციელდა, როგორც ბევრი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები საქართველოში, მაგრამ მე ისიც მინდა იმის თქმა რომ 1 მილიარდი ლარი რომ დაიხარჯა შენობების მშენებლობებზე, ეს 1 მილიარდი ლარი და შეიძლება ცოტა მეტი 2013 წლის ბიუჯეტში ქართული ოცნების მთავრობის მიერ ჩვენ დაგვაკლდა არასწორი მენეჯმენტის, არასწორი მუშაობის გამო. შესაბამისად დაგვაკლდა ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც გვიკიჟინებენ რომ ეს შენობა რომ არ აგეშენებინა, მაშინ ბიუჯეტით გააკეთებდით სხვა პროექტებს, გავაკეთებთ ახლაც სხვა პროექტებს. ზუსტად იქ 1 მილიარდით რომ დაგვაკლდა. გიგი უგულავას თანამშრომლები ამბობენ რომ 47 მილიონი გავფლანგეთ. ხო და გიგი უგულავას ამის გამო თუ დააკავებენ რეპრესიებია ეს? იცით რა არის? სისხლის სამართლის დანაშაულზე, როცა ადამიანს დასაბუთებულ დანაშაულზე დააკავებენ. რა თქმა უნდა ეს არ არის რეპრესია და რა თქმა უნდა ეს არის კანონის აღსრულება და რა თქმა უნდა ეს არის სწორი, ნორმალურ სამართლებრივად გამართულ სახელმწიფოში. მაგრამ ჩვენ ვხედავთ მაგალითად ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე პროტესტის გრძნობა იმ თემებთან დაკავშირებით მაქვს, იმიტომ რომ დასაქმების პროგრამის განხორციელების პროცესში ადამიანი დაადანაშაულეს რაღაც სერიოზულ დანაშაულებში. მაგრამ ესეც დასაქმების პროგრამა გაახლდა საბიუჯეტო სახსრების ძალიან არასწორი ხარჯვა ბატონო ვახტანგ. მეტყიბულის რაიონში ძალიან კარგად შევეხედა, გამოვერკვია ამ პროცესებში რაც მიმდინარეობდა და ეს იყო არა დასაქმების პროგრამა, არამედ ამომრჩევლის მოსყიდვის პროგრამა, როდესაც ეს ერთთვიანი ხელშეკრულებებით და კონტრაქტებით ფაქტობრივად 200 ლარს ადლებდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. და მთელი ქვეყანა გახდა პოლიტიზირებული ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვას დაეხარჯა ადამიანების ჯანმრთელობაზე. 1000-ობით საწარმო, სადაც 100,000-ობით ადამიანი დასაქმდებოდა, მაგრამ 100,000 საწარმოზე როდის იყო საუბარი, ძალიან მხოლოდ შემახსენე. 100 საწარმოზე იყო საუბარი და ძალიან ბევრი საწარმო შევდება და რომ შეხვალთ ვებგვერდზე, თქვენ ნახავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, თქვენ ნახავთ სხვა პოლიტიკური ლიდერების განცხადებას, რომლებიც ამბობენ 100-ობით და 1000-ობით საწარმო. 1000-ობით საწარმო მარტო სოფლის მეურნეობის პროფილის უნდა ყოფილიყო საქართველოს ბატონო. ვიცით რამდენი საწარმო ფინანსდება საინვესტიციო ფონდიდან მხოლოდ წყალტუბოში? ეს არის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს არის ბატონო 1 მილიარდიანი პროგრამის აპრები, რომლებიც ჩვენ არ ვჯერა დიდი ხანია უკვე, ჩვენ ეს მონიშნული გვაქვს წითელი ფერით ამ დრიმეტრზე, თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ. იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტში თქვენ გახსოვთ გვაჩვენეს ფურცელი, სადაც 59 ახალშექმნილი საწარმო არის მონიშნული, სადაც 2010 წელს ექს-პრეზიდენტ, მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმ საწარმოების გახსნაზე მეც გავხდით 2010 წელს იმ 59 საწარმოს ჩამონათვალში და მინდა გითხრათ რომ 2 წლის განმავლობაში ერთ მუნიციპალიტეტში შევქმნით გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრის საწარმო, 22 საწარმო, მათ შორის მეტალურგიული ქარხანა, მათ შორის სამაცივრო მეურნეობები, მათ შორის ცემენტის ქარხანა, თევზის ქარხანა, 3 წისკვილ კომბინატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახალი ხოთში ბატონო. ახალი საავადმყოფო პროფესიული გადამზადების ცენტრი,
ეკონომიკური გაფორმების თავისუფალი გაფორმების ზონა რომელშიც მანქანას 15 წუთში აბაჟებენ ენერგეტიკული საწარმო ტყიბულშიც გახსნა სამჯერ მათ შორის. არა, ჩვენ გავხსენეთ ეს საწარმოები, ალბათ 40 შენობა ავაშენეთ იმ ქალაქში. იქ ნაგვის გაწმენდის გამო რომ დევნი და პროკურატურა იმ ქალაქში 40 წლის განმავლობაში 40 შენობა მუშაობდი და დანარჩენ 7 წელიწადზე ალბათ ვინც მუშაობდა ის გაგცემთ პასუხს და 2 წლის განმავლობაში 40 ახალი შენობა ავაშენეთ იმ ქალაქში. ყობასუბელიანსაც იჭერდნენ ცოტა ხნის წინ, რომელიც ამ მშენებლობის ერთ-ერთი ავტორი იყო გალბატონო და ასე მუშაობდით 24 საათიან რეჟიმში მუშაობდით. და ვისი სახსრებით აშენებდით ამ შენობას? საბიუჯეტო სახსრებით ვაშენებდით და შვეიცარიის განვითარების ფონდიდან ხომ არ ფინანსდებოდა დევნილთა სახლების მშენებლობები? ესე იგი, გალბატონო 26000 ოჯახს თქვენ გიწერიათ წინა საარჩევნო პროგრამაში რომ დევნილებს თქვენ უნდა მისცეთ 100000 ახალი სახლი. გამიგეთ? მე ამ 100000 სახლსაც ვერ ვხედავ, მაგრამ მე ვნახე 26000 ახალი ბინა, გალბატონო ერისო. მე ამაში მონაწილეობდი ამ პროცესში. მე დღე და ღამე ამ პროცესში მუშაობდი და მონაწილეობდი და ზუსტად ვიცი რას ვაკეთებდით. ზუსტად ისევე როგორც ახლა ომის დროს გაქცევას გვაბრალებთ ძალიან ბევრ ადამიანს და ამ დროს თქვენ ნახეთ ახლა უკვე გოგა ხაჩიძის მუშაობის შედეგად რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ზუსტად ძალიან ბევრი სხვადასხვა ადგილიდან მსოფლიოს საქართველოსკენ გამორბოდა როგორც კი ომი დაიწყო და მე განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს ამ პროცესთან დაკავშირებით და მე თავისუფალ დროს მოგიყვებით ძალიან ბევრ რამეს. ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ რაც შეეხება დევნილების დაბინავებასთან დაკავშირებულ პრობლემას, ამ საკითხებზე ნამდვილად ძალიან ინტენსიურად მუშაობს დევნილთა და განსახლების სამინისტრო. მე ვიცი რომ დღესაც მიმდინარეობს მაგალითად ქუთაისში დევნილთა შესახლების პროცესი 3 კორპუსია იქ გამზადებული იმისათვის რომ დევნილები და შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით ოჯახების გამორკვევა მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინათ ვესწრებოდი მაგალითად ქალაქ ტყიბულში დევნილების ჩასახლების პროცესს ახლად გარემონტებულ შენობებში ქალაქის ცენტრში მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს რაიონში დევნილებს სოფლად სახლები შეუძინა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, ამიტომ მისაუბრე მხოლოდ იმაზე, რაც კეთდებოდა სახელმწიფო გადაწყვეტილებებით და ჩვენს მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულით ეს, რასაც თქვენ აშენებდით ბატონო ვახტანგ სააკაშვილის 11 ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი ბატონო 9 წლის განმავლობაში 11 ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი. ეს ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან აშენებდით. და ძალიან შემცირდა ბიუჯეტი 2013 წელს. ძალიან ხშირად ზუსტად იგივე ტემპით შემცირდა 2013 წელს 2013 წელს და 2014 წელს საქართველოს ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი წარიმართა იმ თქვენს მიერ დაგროვებული პრობლემების გადაჭრაზე, რაც იყო წლების განმავლობაში. ურთულესი მდგომარეობა დაგვხვდა ჩვენ როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე სამედიცინო სფეროში, განათლების სფეროში და იცით რომ წლევანდელი და შარშანდელი ბიუჯეტი გახლავთ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. მხოლოდ ტყიბულის რაიონში 1 წლის განმავლობაში 9 მილიონამდე ოპერაცია დაფინანსდა. ჩვენ არ დაგვიგროვებია ამ ადამიანების პრობლემები, იცით? ადამიანები უწამლობით უოპერაციობის თანხის უქონლობის გამო იღუპებოდნენ და ძალიან ბევრი შემთხვევის მოყვანა შემიძლია სამწუხაროდ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგებდით გრანდიოზულ შენობებს, უბრალოდ ჩვენს მიდგომაში და თქვენს მიდგომაში შენობებში ახალი საავადმყოფოები თქვენ აშენებდით ხიდებს მაგალითად საავადმყოფოებს მაგალითად რამდენი თანხა დაიხარჯა იმ თბილისის ხიდზე რომელიც აი ძველ თბილისშია და მე ესთეტიკური მხარე ბევრი სპეციალისტი ამბობს რომ ეს არ არის ძველი თბილისის შესაფერი ეს არის ულამაზესი ხალხო თქვენ მოგწონთ და ულამაზესია. მეც გეთანხმებით, რომ სიამოვნებს განათებული ხიდის დანახვა, მაგრამ აი ამ განათებული ხიდის უკან უამრავი ადამიანი დგას, რომელსაც სწორედ შეიძლებოდა მათი სიცოცხლე ყოფილიყო გადარჩენილი. 1 მილიარდის უკანაც დგას ძალიან ბევრი სოციალური პროექტი, რომელიც ბიუჯეტს დააკლდა 2013 წელს. მაღალმთიან რეგიონებს გააუქმეთ ის შეღავათები ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც მათ ჰქონდათ და რომლის გამოც მაღალმთიან რეგიონებში მაგრდებოდა მოსახლეობა, პედაგოგები, რომელთაც ჰქონდათ 20%-იანი დანამატები. თქვენ მოუხსენით დახმარებები მრავალშვილიან ოჯახებს. თქვენ
გააუქმეთ ეგრეთ წოდებული რეგრესის პენსიები, რომელიც აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს. ამიტომ ამ ხრივ და ძალიან ბევრი საწარმო, რომლის პრივატიზებაც მიმდინარეობდა, გაანთავისუფლეთ იმ ვალდებულებებისაგან, რომელიც მათ ჰქონდათ იმ უშამოსამსახურეების წინაშე, რომელთაც მიიღეს პროფესიული დაზიანებები. იგივე მე შემიძლია დღეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო ფრინავებს, იმიტომ რომ პირველად ვარ ეთერში დიდი ხნის შემდეგ, სულ ახლა ხანს მივიღე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ ფრინავებს, რომელთაც პროფესიული დაავადებები ჰქონდათ და 2007 წლის შემდეგ შეუწყდათ შესაბამისი ეგრეთ წოდებული რეგრესის პენსია, აღუდგენს უკვე მთავრობა იმ რეგრესის პენსიას. იცით რომ გუშინ ასევე ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა ახალი გადაწყვეტილება, რომ ყველა მესამე შვილზე 220 ვარიანტ პენსიასთან დაკავშირებით ხო რა ყველა მესამე ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მოგახსენებთ, ყველა მესამე შვილზე მაღალმთიან რეგიონებში ოჯახები მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას 2 წლის განმავლობაში, ხოლო თბილისსა და სხვა რეგიონებში ანუ დაბალმთიან თუ რაღაც ჩვეულებრივ ბარის ტერიტორიაზე 150 ლარს. ის რომ საქართველოს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული, ის რომ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ძვრები მიმდინარეობს, რომ სოფლის მეურნეობა ფეხს ედგება. მე სულ ეხლა ხანს გახლდით პარასკევს ჩემს მშობლიურ სოფელ მუხურაში, სადაც გლეხები ძალიან კმაყოფილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ წელს მაგალითად სასუქს ვეღარ მიიღებენ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამით, მათ ხუნათესვაში ეხმარებათ სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს პროგრამა არ გახლავთ, ეს პროგრამა გახლავთ სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფეხსადაღებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ რას აკეთებდით ამისათვის? ჩვენ ძალიან ბევრ ამას ვაკეთებდით და მოგიყვებით. იმას რომ უხსნიდით ადამიანებს ყოველგვარ შეღავათებს, რომ გაქცეულიყვნენ მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსულიყვნენ და ასე შემდეგ. რაც შეეხება საპენსიო საკითხებს, კი მე გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოალიციის ლიდერის შეხვედრის დროს გაჟღერდა ასეთი დაპირება, რომელიც არასოდეს არ ყოფილა განმეორებული კოალიციის სხვა ლიდერების მხრიდან. მე პირადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გამაფრთხილა, რომ მსგავსი განცხადება არასოდეს არ გამეკეთებინა ჩვენს შეხვედრის დროს, დიახ, მაგრამ პენსია ეტაპობრივად ამ 4 წლის განმავლობაში ნამდვილად გაიზრდება და მიუახლოვდება კი არა გაუთანასწორდება იმ საარსებო მინიმუმს. მე ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია გესაუბროთ რა. თქვენ მმართველობის პერიოდში 2007 წელს ადამიანებს, რომლებიც ტყიბულის მაღაროებში მუშაობდნენ, ჭიათურის მაღაროებში, ხაშურის დავუშვათ ავტოგასამართ თუ რაღაც ესეთ დაწესებულებაში, მოხსნილი ჰქონდათ იგივე მფრინავებს ყოველგვარი პროფესიული დაზიანებისათვის პენსია, ეგრეთ წოდებული რეგრესის პენსია. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვის თავზე ამ ადამიანებს ეს პენსია აღუდგათ და ისინი იღებენ ძალიან კონკრეტულ თანხებს და ზოგიერთი მათგანის, აი ადამიანები, რომლებმაც ჩახტებში დაკარგეს თვალი, ხელი, ფეხი და ასე შემდეგ, ზოგიერთი მათგანის პენსია არის უფრო მაღალი ვიდრე 400 ლარი. ხლა ჩვენ ძალიან მალე შემოვვალთ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით და მთავრობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები მაღაროელებისათვის საპენსიო ასაკის შემცირებისა და საპენსიო ზრდის შესახებ. ანუ ძალიან ბევრი დადებითი ნაბიჯი იდგმება ბატონო ვახტანგ და თქვენს ღირსებაზე ამ ყველაფრის უარყოფა ნამდვილად არ იმეტყველებს ამ მომრჩევლის წინაშე. იმიტომ ადამიანს საბოლოო ჯამში აინტერესებს ის თუ როგორ გრძნობს თვითონ თავს და რა გარემოა მის გარშემო შექმნილი და არა ის თუ რას უჩვენებენ ტელევიზიით და რას ელაპარაკებიან. ესე ქალბატონო მე მინდა თქვა შემდეგი რამ. ესე იგი პირველი ბოლო 10 წლის განმავლობაში ბიუჯეტი შემცირდა ზუსტად იგივე ტემპით, რა ტემპითაც იზრდებოდა წინა 9 წლის განმავლობაში. და მათ შორის იცით რის ხარჯზე მაპატეთ მხოლოდ ერთხელ შეგაწყვეტინებთ. მაგალითად ტყიბულის ბიუჯეტში აიძულეს GIG ჯგუფი, ანუ საქნახშირის სამართალმემკვიდრე, რომ არჩევნებამდე 5 თვით ადრე ბიუჯეტში შეეტანა 9 მილიონი ადგილობრივ ქვანახშირის მოსაკრებელი, რის შედეგადაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ დაგვიგებმა 9 მილიონიანი გარღვევა ტყიბულის ბიუჯეტში, რის გამოც საფრთხის ქვეშ იყო ხელფასების გაცემის საკითხი. აი
ქართული ბიუჯეტი და მე ახლა ბიზნესის დატერორების, წინასწარი გადაწყვეტების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომპანიის გაკოტრებისა და წარსნების ხარჯზე იზრდებოდა ბიუჯეტი. და ჩვენ ბიუჯეტის გაზრდას ვაპირებთ რეალური შემოსავლების შედეგად. და მე მინდა მაყურებელს უთხრა შემდეგი სტატისტიკა, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდით 500 ახალ საწარმოზე. ზუსტად ვიცოდით ეს 500 ახალი საწარმო სად აშენდებოდა. რატომ ვერ მოახერხეთ ამ 9 წლის განმავლობაში ეკონომიკის ასიაყოვება? ჩვენ დაგვიტოვეთ მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი. მე ცოტა მომერიდებოდა 9 წლიანი მმართველობის შემდეგ. რაოდენობის და ცოტა მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი არის, რაც დახვდათ თქვენ. რაც დახვდათ ნახევრის შემდეგ არის 1 წლის განმავლობაში ჩვენ ჯადოსნური ჯოხი გქონდა სასწავლებლებში. ეს არის 500 დღე, 500 სამუშაო დღე, 500 სამუშაო დღის განმავლობაში ერთ პატარა მუნიციპალიტეტში შევქმნით იმაზე მეტი, რაც პარლამენტში გვაჩვენეს სიით 59 საწარმოს ღირებულება და 703 სამუშაო ადგილი. 703 სამუშაო ადგილი. ესე იგი ადამიანებმა გითხრეს, არჩევნებამდე 1 წლით ადრე. და მე ვერ ვნახე ეგ თქვენი კმაყოფილი მოსახლეობა, იმიტომ რომ გადაჭედილი იყო ფოთში ქართული ოცნების ოფისი გუკმაყოფილო ადამიანებით, რომლებიც ძალიან ბევრ პრობლემასთან დაკავშირებით ჩიოდნენ და ფოთს დღემდე, ეხლა ვიცი მიმდინარეობს ამ წყლის სისტემის მოწესრიგება და ასე შემდეგ. 80% წლის განმავლობაში, ქალბატონებიც 80% იყო დამთავრებული და პირველად იმ ქალაქის ისტორიაში 80% იყო გაზიფიცირებული. გაზიფიკაციაზე გეტყვით, მერე რომ არ გამოგჩეს, ესე იგი 2010 წელს 85,000-მა ქართველმა ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი. 2010 წელს. 2011 წელს მიიღო 107,000-მა. 2012 წელს მიიღო 120,000-მა ოჯახმა. 2013 წელს ქალბატონებიც მიიღო 30,000-მა ოჯახმა ბუნებრივი აირი. 4-ჯერ ნაკლებმა ვიდრე 2012 წელს. აქ საუბარი არის ახალი გიგანტური ფესების მშენებლობაზე, მაგრამ ენერგეტიკული პროცესები საქართველოში სოციალურად ორიენტირებული არ არის. არ ხდება ეს პროცესები სამწუხაროდ, არ ხდება ელექტრომეურნეობის შეცვლა იმ ტემპით, რა ტემპითაც ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ უკვე ორმოებში თქვენი წვლილი ხომ არ არის ამ საქმეში ბატონო? ორმოებში ვარდებით. ჩვენ ხეთ ორმოებში ქალაქში ახლა რომელშიც ვარდებით, ხალბატონო. ის საწარმოები, რომლებშიც ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ესეთი ხელდასმული ბიზნესები იყვნენ, არჩევნების შემდეგ საბოტაჟის რეჟიმში განვითარების და ბიუჯეტის გაზაფხულზე მოსვლა ვაპირებდით მიზეზად მე მიმაჩნია იმ პოლიტიკური ჯგუფის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ახლა თქვენ ლაპარაკობთ ხშირად ჰაბზე, რეგიონალურ ბაზებზე, რეგიონალურ ცენტრებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩვენი ტერმინოლოგია ქალბატონებიცო და ასეთი ჰაბები დაახლოებით 4-5 სხვადასხვა სფეროში შეიქმნა საქართველოში. მათ შორის საქართველო არ უშვებს არც ერთ სახის ავტომანქანას, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე დიდი სეგმენტი შემოსავლით ნაწილში მანქანების ექსპორტი და რეექსპორტიდან იყო, იმიტომ რომ საქართველოში გაჩნდა ჰაბი მანქანების ექსპორტის და რეექსპორტის. დუბაიში დგას 12,000 მანქანა ბაზარზე და საქართველოს ბაზარზე ცოტა ხნის წინ, წელიწად ნახევრის 2 წლის წინ იდგა 25,000 მანქანა და გახდა რეგიონალური ჰაბი. რეგიონალური ჰაბი გახდა საქართველოს სამაციური მეურნეობების თვალსაზრისით. რეგიონალური ჰაბი ხდებოდა მარცვლეულის საწყობების თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამისთვის შენდებოდა ანაკლის პორტი, ლაზიკის პორტი, რომელსაც სახელი ვერ დავარქვით და სინამდვილეში მე იქიდან გახლავარდა ზუსტად ვიცი ეს რა ადგილები, ეს ერთი და იგივე ადგილებია. დღეს ეკონომიკის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ არ აშენდება ფოთში საერთაშორისო აეროპორტი, მაგრამ ეს აშენდება ანაკლიაში. როცა ქალბატონებიცო, ანაკლია საზღვრიდან არის 2 კილომეტრში. შაშხანით, სნაიპერის შაშხანით შეიძლება საერთაშორისო რეისის თვითმფრინავს ტყვია ესროლოს ვიღაცამ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან. ის შეგნებულად იყო იქ. პარლამენტის წევრები არიან დღეს ადამიანები, რომლებმაც ჩაშალეს შავი ზღვისპირეთის მაგისტრალის მშენებლობა, იმიტომ რომ რამსარის დაცული ტერიტორიებიდან ვერ ამოვრიცხავთო 140 ჰექტარ დაცულ ტერიტორიას, როცა პარლამენტში შემოიტანეს უმრავლესობის წევრებმა 200
ჰექტრის ამორიცხვის საკითხი ლაგოდეხის ნაკრძალიდან და ამორიცხეს. მეც მივეცი ხმა, იმიტომ რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შევიდოდა დამატებითი შემოსავლები და ლოგიკური რაღაცა იყო, მაგრამ ადამიანებმა გააჩერეს ეს პროექტები. ადამიანებმა ქართული ოცნების ლიდერებმა გააჩერეს ძალიან ბევრი პროექტები. ალბათ ელიცო და ხალხად კი არ ვაქცევთ ამ ქვეყანას ეკონომიკის უკუსვლა, სტაგნაცია სრული, ეკონომიკის გაჩერების პროცესს უყურებთ, პენსიების ზრდის გაჩერების პროცესს უყურებთ. ბიუჯეტის შემცირების პროცესს უყურებთ. პენსიებმა მოიმატა 2013 წელს, მხოლოდ წელს არ არის რაიმე მატება დაგეგმილი, თუმცა სხვადასხვა მაგალითად იგივე პედაგოგებს და ასე შემდეგ მნიშვნელოვნად მოიმატა. პედაგოგების და ჯარისკაცების ჯანდაცვაზე რომ დაფინანსება არ მარტივად ჯანდაცვაში უყურებთ ქალბატონებსო მინიმუმ 10 სტაციონარს, რომლის თანამშრომლები პერიოდულად იფიცებიან, იმიტომ იფიცებიან რომ 4-5 თვის თვალსაზრისები არ აუღიათ. აქ საუბარი არის ისეთ კომპანიებზე, მაგალითად Archimede Global Georgia, რომელიც გაყოფდა რეალურად, მაგრამ არ გაკოტრდა სხვა კომპანია, მაგალითად Aversi, რომლის სტაციონარებში არის გაფიცული დღეს საბატონო სადაზღვეო სქემა დღეს საქართველოს ფაქტიურად არ მუშაობს, ძალიან ცუდად მუშაობს. არაფერი სიახლე ამ სფეროში ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ. სამწუხაროდ სფერო იყო ის სფერო, სადაც 2010 წელს დააკავეს თუ არ ვცდები 5 თუ 6 კომპანიის ხელმძღვანელი და უზარმაზარი თანხების და ამის 60%-იან მოგებებზე იყო საუბარი, ასე რომ ის მანკიერი სისტემა, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ, რეალურად უნდა შეიცვალოს. იმ მანკიერმა სისტემამ 150 აფხაზი ააშენა ამ ქვეყანას. სისტემა ჭამს იმ მილიონებს, რომელიც სახელმწიფოსგან არის გამოყოფილი. იმიტომ რომ თვითმმართველობას დაიწყეთ საუბარი. ნაციონალურ უკაცრავად თმარა მოიწურა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა რეგიონების წარმომადგენელი ვახტანგ ლემონჯავა და საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე სტუმრობდნენ. ყველა საინტერესო ადგილას კი უნდა გავწყვიტო ეს ჩვენი საუბარი, მაგრამ წესია. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები მე ძალიან ბევრი რამ მაქვს საქმელი ნამდვილად, მაგრამ დარწმუნებული რომ ჩვენი მოსახლეობა 2014 წლის ბოლოს და 15 წლის დასაწყისში ნამდვილად იგრძნობს იმ ეკონომიკური პროექტების სიკეთეს, რომელიც დაიწყო. კარგი, ნუკრი ხანთარია, მადლობა. ქალბატონელსო, ესე იგი ნუკრი ხანთარია, გელა ნიკოლაშვილი, ხაშაურია და გადავიხადეთ. ზაზახაშვილი ველოდება პერსპექტივაშიც თქვენც გადაიხდით უახლოეს მომავალში. ისეთი გაჩერებულია ეს ქვეყანა. დაპირებები შესრულდა. კარგი, რეკლამის შემდეგ უკაცრავად მოიძებთ. რა, ბოდიში. რას მეკეთებ? რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ახალ სტუმრებთან ერთად დაგვიყვანოთ.